საქართველოს წითელი ჯვარი 100 წლისაა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქუთაისის ორგანიზაციამ მსვლელობა მოაწყო. ასევე ფრანები და წითელი ბუშტები გაუშვეს ბენეფიციარებთან და მოხალისეებთან ერთად. საქართველოს მასშტაბით აღინიშნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 100 წლის იუბილე. მათ შორის შეუერთდა ქუთაისიც, სადაც სურვილისამებრ გამოხატეს თანადგომა ჩვენმა თანაქალაქელებმა, მოხალისეებმა, საზოგადოების წევრებმა და ჩვენც ყველამ ერთად ჩვენს წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ოდნავი დახმარებაც კი გაგვიწევია, ყველას მიულოცეთ ეს დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზადა ვართ და გქონდეს იმედი იმისათვის, რომ ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში ჩავერთვებით და დახმარებას აღმოუჩენთ კიდე ალბათ 100 წელი საჭიროების მქონე ადამიანებს. მოხალისეები და ბენეფიციარები აღნიშნულ ორგანიზაციას მადლობას უხდიან და მის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე მისი ფუნქციიდან, რომ ის ხალხის სამსახურშია, მუდმივად ცდილობს ხალხის დახმარებას და გამომდინარე აქედან სურვილი მიჩნდება, რომ მეც ჩავდგე ხალხის სამსახურში ჩემი შესაძლებლობებით და მაქსიმალურად დავეხმარო თითოეულ ადამიანს, რაც შემეძლება. ეს ბევრ ამას ნიშნავს, რომ ის პატარა დარჩენილი დრო ადარებე კეთილ სინდისერად, კარგად, ჩემო ბატონო, ხალისიანად და ძალიან კარგად გადის ეს დრო. გარდა იმისა, ჩვენ დიდ დახმარებასა და დიდ ასე რომ ვთქვათ, კეთილ განწყობას უწევს ის, რომ წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ არის დიდებული პურმალის ეწყობა, ბანკეტებში ეწყობა, კარგად ნინოს, აი ქალბატონი ნინო ავალიას მეთაურობით. საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოება ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული, არასამთავრობო ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. საზოგადოებას რეგიონალური და ადგილობრივი განყოფილებები აქვს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ორგანიზაცია დაარსდა 1918 წელს და დამოუკიდებლად იარსება 1923 წლამდე, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის წითელი ჯვარის ნაწილი გახდა. 1991 წლიდან ისევ დამოუკიდებელი ორგანიზაცია. საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოების მისია გაჭირვებულთა დახმარება. მარიამ კუხიანიძე და აჩი გაბრიჭიძე, ტელეკომპანია ნეგატივისათვის.